რა ვიყიდე დღეს ძაფების მაღაზიაში. დღეს რაღაც საქმეები მქონდა პეკინის ტერიტორიაზე და მე მგონი უკვე ხვდებით, რომ თუ მე პეკინზე მოვხვდი, აუცილებლად შევივლი ძაფების მაღაზიაში. ვერ ვიტყვი, რომ ბევრი რამ ვიყიდე, მაგრამ რაც ვიყიდე გაჩვენებთ. დავიწყოთ მაღაზია ხელმარჯვეში ნაყიდი ნივთებით. საქსოვი ძაფები ამ მაღაზიაში არ მიყიდია, მაგრამ ვიყიდე საკერავი ძაფები და დიახ, მალე კერვის ვიდეოებსაც შემოგთავაზებთ. რაც ახალ სახლში გადმოვედი, წესიერი საკერავი ნემსები და ძაფები არ მაქვს. გადმოვიტანეთ ჩემი საკერავი მანქანა, მაგრამ ძაფები მაკლდა და აი ესენი ვიყიდე. ზოგადად ვთვლი, რომ შავი და თეთრი ძაფი არის მთავარი, რომ კერვისთვის გქონდეთ, მაგრამ ასეთი ლამაზი ფერებიც წამოვაყოლე. სხვათა შორის თითო ღირდა ერთი ლარი. შევიძინე ასევე წებოები, რომელსაც იყენებენ სამკაულების დასამზადებლად და მე პირადად მინდა რომ ნაქსოვი რაღაცები მივაწებო ერთმანეთს. მაგალითად აი პატარა ყვავილები რომ მივაწებო, მაგალითად ტოპზე. არ ვიცი, ეს უნდა დავტესტო ჯერჯერობით. ასევე არ მქონდა სამკერვალო მაკრატელი. ზოგადად ჩვეულებრივი მაკრატელი მაქვს, მაგრამ კონკრეტულად ნაჭრებისთვის ასეთი მაკრატელი მჭირდებოდა და ეს ღირდა 10 ლარი. და ვიყიდე აი ასეთი, არ ვიცი რა ქვია მას, ცარცია, საპონია თუ რა არის, მაგრამ ამას იყენებენ ხოლმე ნაჭრების მოსახაზად, სანამ გაჭრიან. და ესენიც წამოვაყოლე. მეტი მგონი ხელმერჯვეში არაფერი მიყიდია და რა თქმა უნდა გადავედი იქვე მახლობლად ტვისკელეში. ამ მაღაზიაზე ადრეც მოგიყევით. აქ შედარებით უფრო ძვირადღირებული ძაფები იყიდება და ძირითადად არის იტალიური, მე მგონი სულ იტალიურებია, არ ვიცი. მაგრამ არის უფრო ძვირადღირებული და ხარისხიანი ძაფები. ძალიან ბევრი ძაფი მომეწონა, თან საზაფხულო ძაფების ძალიან დიდი არჩევანი ჰქონდათ, მაგრამ ღირდა ძალიან ძვირი და რატომღაც ბევრნაირი ძაფისთვის ფული ვერ გავიბეტე. მაგრამ ვიყიდე ასეთი პაიწეწუნა საყვარელი ბამბის ძაფები, არის უპატარავესი გორგალი, 50% კოტონი და 50% აკრილია, ანუ თლად კოტონი არ არის, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა, მოკლედ ზაფხულში ასეთი ტიპის ძაფებით ნაქსოვის ჩაცმა. და არის 25 გრამიანი, ანუ მართლა ძალიან პაწაწუნებია, ბევრი სხვა ფერიც ჰქონდათ, მაგრამ ეს სამი ავარჩიე და ვფიქრობ, რომ რამე გრენისკვიერის სტილში მოგსოვ ამით. ამის ფასი მახსოვს, ეს ღირდა 3 ლარი და 3 ლარი 25 გრამიანი ძაფისთვის საკმაოდ ძვირია, მაგრამ არაუშავს. და აქ წერია, რომ გარეცხეთ ქსოვის შემდეგო. ალბათ ჭირდება ეგრეთ წოდებული ბლოკინგი ამით ნაქსოვს და ზომა იცვლება მოკლედ გარეცხვის შემდეგ. ყველაზე მეტად მომწონს ჩემი ეს შენაძენი, არ ვიცი რამდენად ხედავთ, მაგრამ აქვს ულამაზესი ბრჭყვიალები. ესეც საკმაოდ პატარა მოცულობის ძაფია. გონი 50 გრამიანია და აქ ჩინურად აწერია, როგორც ჩანს, ყველა ძაფი იტალიური არ აქვთ მოკლედ ამ მაღაზიაში, მაგრამ კარგი ის არის, რომ მოკლედ ამ მაღაზიაში საქსოვ ძაფებს თუ ეძებთ, ძალიან ბევრი ნაქსოვი ნიმუში აქვთ და შეგიძლიათ ნახოთ, როგორი ნაქსოვი გაყვეთის და ამ ძაფით ნაქსოვიც ულამაზესი იყო, ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე, რომ მეც მეცადა. ეს საკმაოდ ძვირი ღირდა, მე მგონი 20 ლარამდე ღირდა ერთი გორგალი და ძალიან ბევრია, მაგრამ ვფიქრობ, რომ პატარა ბენდენას ან რაღაც საზაფხულო აქსესუარს ეყოფა. მგონი სულ ეს იყო, ძალიან პატარა ანბოქსინგი გამოგვივიდა, მაგრამ მაინც ჩემი საყვარელი ანბოქსინგი ასეთი ნივთები. ასევე ბარემ დღევანდელ შენაძენებზე თუ ლაპარაკობთ, ეს მაისური შევიძინე ბეშკაში, იმიტომ რომ სახლიდან გავედი ზამთრის ტანსაცმლით და თურმე ზაფხული დადგა. გილოცავთ ყველას. ისე დამცხა, რომ ახალი მაისური ვიყიდე. ძალიან გთხოვთ კომენტარებში დამიწეროთ, რომ გინდათ კერვასთან დაკავშირებული ვიდეოები, იმიტომ რომ ჩემით უკვე გრძნობ, რომ დამეზარება. მაგრამ თან ძალიან მინდა. თან რაღაც იდეები უკვე მაქვს.